მოგესალმებით ქალბატონო ბატონებო, ვიდეო ჩაერთო, მე აქ ვარ. როგორც გუშინ გითხარით, მე ჩემი ტვინიდან და ცოტა ინტერნეტიდან ზრუნ მოგატყუოთ. მოვძებნე რაღაცა ინფორმაციები, რომელებიც არის ყოველად არასაჭირო. და რადგან მაინც ეგეთი კონტენტი მაქვს, რომ აი არც ისე ძალიან საჭირო არის ჩემი კონტენტი, მე თუ მკითხავთ. ვიღაცებისთვის რა, ანუ ბავშვებმა რო უყურონ, ჩემი აზრით მათთვის ეს უკეთესი იქნება, მაგრამ ნუ არაპირებენ ყურებას და მაგაზე ვერაფერს ვერ ვიზავ მე და არც მაქვს პრობლემა რა, რო არ მოგატყუოთ რა, იმიტომ რომ ვიღაც ადამიანები მაინც იქნებიან, ვინც ჩემი საუბრის შედეგად რაღაც დადებით იმეებს მიაღწევენ რა. ხო და სულ ეგეთი საჭირო რო არ იყოს, იქნება და არასაჭირო რაღაცები უფრო ევასება ხალხს. არა კითხვის ნიშანი არ მაქვს აქ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ არასაჭირო რაღაცები უფრო ევასება ხალხს, ვიდრე საჭიროები. საჭირო თემაზე რო ვისაუბროთ, ამას ნახვები შეიძლება არ კონდეს, მაგრამ ვიღაცა ორი ადამიანი რო ჩხუბობს ერთმანეთში და მე რომ მაგას გამიხილო, მაგას აუცილებლად ექნება ნახვები. იმიტომ რომ ის აინტერესებს ჩხუბი და დედისწყონა და რაღაცები რა, ანუ ის არ თქვენ არ მოგმართავთ რა თქმა უნდა, ვინც მეყურებთ. თქვენ კაკრას რო ის გაინტერესებთ, რაც შეიძლება საჭიროდ ჩავთვალო მე, მაგრამ არასაჭირო ინფორმაციების ტოპ რაღაცა მაქვს, არ ვიცი. იმდენი მაქვს, რომ სავარაუდოდ ხვალს ამაზე ჩავწერ. ხვალ კი დღეს მე მაგაზე ჩავწერ და ხვალს დავდებ. და კაი იქნება. ხო, რა ცოტა წინ სწრება თუ არა მაქვს, ძალიან ვიჭედები ხოლმე ხანდახან რა დღეები მაქვს, რომ მოსწრებაზე და გადარბენაზე ვარ და არ არის კაი. აუჩი. მოდი დავიწყოთ ამით. ეს არის კალამი, რომელთაც მე რაღაცები რაც მოვძებნე ინტერნეტიდან, ისინი ამოვიწერ. და ამის ღეჭვისგან აჰა წელიწადში 100 ადამიანზე მეტი გვდება. თუ მსგავსი ტიპის ჩვევა გაქვთ, ჯობია მოეშვათ. მეტი რა გითხრათ. всё, ბორჩა. ეს ერთი. ახლა მეორეს, მალევე გავაგრძელოთ. დელფინები, აი მე ცხოველებზე მიყვარს რა საუბრები. იმიტომ რომ თან არ ვიცი რამდენადაა დადასტურებული ეს ყველაფერი, როგორ უნდა დაადასტურონ, მე ვერ ხვდები, მაგრამ მე მომწონს. ეს თეორიებია თუ რა ვიცი, აქსიომებია თუ რაც. დელფინები არიან ერთადერთი ცხოველები, რომლებიც ერთმანეთს სახელებს მიმართავენ. წარმოიდგინეთ, აი ეს თქვენთვის არსებობთ, სადღაც ცხოვრობთ, სადღაც საბურთალოზე, გლდანში, ვაკეში, სადღაც ცხოვრობთ თქვენთვის. და ამ დროს დედამიწაზე არსებობს დელფინი სახელად მერაბი. ხო? მიხვდით. რაზე მაქვს საუბარი. მაგრამ ისა ნიტოპონტია. კაი, დელფინები დავიკიდოთ. მოდი ვილაპარაკოთ სირაქლემებზე. სირაქლემები რომ თლაჭკვიანი ხალხი ვერ არის და თავს რომ მიწაში ხრიან შიშის დროს, ეგ ყლებაზარი არის თლად. ყოველთვის ეგრე არ შვებიან რა, ანუ ეგ ერთი-ორჯერ შეიძლება ქნას, რომ თავი მიწისკენ წაიღოს, მაგრამ არა მარტო შიშის დროს რა, კაროჩე. რაღაცა ქარი როცა უბერავს დაუშვათ, რაღაცა უდაბნოს მაგვარ იმაში თუ არიან, ან რაღაც ქარიან ადგილას თუ არიან სირაქლემები, მაგ დროს თავს მიწაში იმიტომ ყრიან, რომ მტვერი არ შეეყავს თვალებში. ეს არის მარტივი რაღაც. და ეს თვალებს რატო უფრთხილდებიან, იცით? იმიტომ რომ თვალები უფრო დიდი აქვთ ვიდრე ტვინი. ანუ მეც მყავს მაგაცი, ჩემი მაგაცი ჭიპა. ალბათ იცით, ბევრჯერ ყოფილა ჩემს არხზე და ჩემი აზრით ჭიპასაც თვალები უფრო დიდი აქვს ვიდრე ტვინი, მაგრამ მე მას დებილს არ ვეძახი. მას საკმაოდ დიდი ტვინი აქვს, უბრალოდ თვალები აქვს ნამეტანი დიდი. ეს ინფორმაცია გქონდეთ მაინც რა ვიცი, იქნება რაღაცაში გამოგადგეთ. კიდე ერთი ინფორმაცია რაც მინდა გითხრათ. რატო თვლიან კატებს სატანისტურად? კატებს რატო თვლიან სატანისტურად? იმის გამო, რომ ბიბლიაში ყველა შინაური ცხოველი არის ნახსენები კატის გარდა. და რადგან კატა არ წერია შიგნით, გონიათ რომ ეს არა ქრისტიანულია თუ რავი, არ ვიცი რატო. მაგრამ ეგრე ეძახია რომ ეშპაკისისაო თუ რაღაც. ხო და ეს ლეგენდები საიდან მოდის, ხომ უნდა მივხვდეთ და აი გეუბნებით რომ ბიბლიაში არ წერია კატაზე არაფერი. არ არსებობდნენ მაშინ კატები. ან რავი. ნუ რა აზრია. კატა იყოს თავისთვის კატა. კიდე რა ინფორმაცია მაქვს. რა გავიხსენო ახლა. დედოფალი ელიზაბეთ მეორე, ხო, ალბათ ყველა მიცით. დედოფალი ელიზაბეთ მეორე იყო მექანიკოსი. სერტიფიცირებული. მექანიკი. ელიავაზე იდგა ხოლმე. ელიზაბეთი ელიავა იქვეა. ხო?
ესეც ხო ისეთი ფაქტია, რომ აი ვაფშე არაფერში არ უნდა გამოგადგეთ. მაგრამ ეგ დროს რა ტვინში რა იცი რაში გამოგადგეთ. კიდე რა ინფორმაცია მაქვს? მულანი ხო იცით? მულანი არის დისნეის თავარ პერსონაჟებში ყველაზე მეტი მკვლელობა ვისაც აქვს ჩადენილი ეგეთი ადამიანი. აჰა, ეს ინფორმაციაც არ ვიცი. ახლა ლაშა გელაშვილის გადაცემაში თუ მიხვალთ, შეიძლება იქ შეგხვდეთ. მსგავსი ტიპის კითხვა, მაგრამ სხვაგან არა. და კონდეთ რა იცი, როდის გახდებით იუთუბერები? რა იცით, იქნებ იუთუბერები, იქნებ კი არა და იუთუბერები უფრო მიყურებენ. მაგრამ ხო, რა იცით. აუჯი მე ვარ იუთუბერების იუთუბერი. ანუ იუთუბერები მიყურებენ ხოლმე მე რაც დავამუყავე. იმიტომ რომ მაინერას აქ არის ხოლმე, მავანი აქ არის ხოლმე, ნოდარა, კოპალა, ჯითუ, კიდე ვინ მიყურებს ხოლმე. აჩიმ ნახა, საეჭვო საჩიმ რამდენიმე და ძალიან მომეწონაო. აი, ქსენსუსაც უყურებს ხოლმე, უყურებდა ხოლმე ადრე. კომენტარებში შეგიძლიათ ნახოთ, ან მიხვდებით მარტივად. სად არიან და სად არ არიან. მე პირადშიც მწერენ. და ასე შემდეგ. ეხლა ავიღებ ჩემს პარგალკას თქვენის ნებართვით, იმიტომ რომ აქ მაქვს კარგები ჩამოწერილი და რომ არ დამვიწყებოდა ჩემი ADHD-ის გამო, აი აქ მიწერია. ხო, აჰა, აი ეს ინფორმაცია ვაფშე არ ვიცი რა, ბადრიჯანი ხო ჭუჭუებს გავს და მაგ ემოჯის ხო ჭუჭუების გამო იყენებენ ხოლმე და მაგის გამო მეგონა რომ ეს ინფორმაცია თავის დროზე როცა გავიგე, ძალიან მაგარი იქნებოდა. მე ჩვენ რო გგონია რომ აი ბადრიჯანს მარტო ჩვენ ჭამთ, მე ეგრე მეგონა ყოველ შემთხვევაში, მე არ მეგონა რომ აი სადღაც ბადრიჯნით რაღაც საჭმელებს აკეთებენ. თურმე ყველაზე მეტი ბადრიჯანი მოყავთ ნიუ-ჯერსიში, ძმა, ამერიკაში. ამერიკა არის ტოპ პროდიუსერი ამ იმის ბადრიჯნის. ვისაც სჭირდება ეს ბადრიჯანი, არ ვიცი. საბოლოო ჯამში ემოჯად იყენებენ, მე მგონი მაინც მარტო, მაგრამ როგორც არის, იყოს. რა სჭირდება, მაგრამ იყოს. ეს ინფორმაციაც იყოს. კიდე რა გვაქვს? აჰა, დედამიწაზე ყველა კონტინენტზე ანტარქტიდის გარდა არსებობს ერთი ცალი ქალაქი რომი. ანუ აფრიკაშიც არის რომი, სად არის არ ვიცი, არ მკითხოთ. აზიაშიც არის რომი, იტალიაში ყველა მიცით. ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, ყველგან არის ერთი ცალი ქალაქი რომი. რა ჩემ ფეხებად უნდა არ ვიცი, მაგრამ აი როგორც თქვენ არ გინდათ ეს ინფორმაციები და გეგდოთ, ეგრე უგდიათ იმათაც დიდი ალბათობით. და წავშლი ამებს, რაც წავიკითხე, ბადრიჯანი წავიკითხე, ელიზაბეთ მევარ წავიკითხე, რომი წავიკითხე. ეს კალმით რო იხჩობა ასე კაცი, ესეც წავიკითხე. ეს გენიალური ისაა. ფინეთში ხო მოგეხსენებათ რომ ადამიანზე მეტი საუნა არის. ეს ხო არის ცალკე. კაროჩი, რაც არის. და походу ფინეთში არის ერთსულ მოსახლეზე სოფლიოში ყველაზე მეტი მეტალ ბენდი. მე მაგრა ევასებათ იქით მეტალი და საუნა, ანუ ფინეთი რო გაახსენდებათ, ფინეთზე პირველი უნდა გაახსენდეთ, ვიღაცა ფინეთს რო გტყვის, თოვლი ის ჯარისკაცი დედამ რომ მოუტყნა რუსებს 400 თუ 500 ადამიანი რომ მოკლა, სნაიპერი რო იყო, არ მახსოვს რა ერქვა. ეგ ადამიანი, თოვლი, საუნა და მეტალ ბენდები. მეტი აფერი არ აქვს. და ლურჯი დროშა თეთრ ფონზე. ჰელსინკი. კიდე რა არის ფინური. არაფერი არ მახსოვს, ფინური მეტი. არც მანქანა არ მახსოვს, ფინური. კიმი რაიკონენი მახსოვს, ფინური. და სემი ჰიპია. გავჭეგენ პოხუი. აჰა, ფინეთიც ნახუი. კიდე რა არის? დელფინები ესეც საკითხული მაქვს. სირაქლემაც გითხარით, მე მგონი. მეგეთყვით კიდე მაგარ ფაქტს. ზვიგენებზე ამჯერად რა, ეს ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია. ზვიგენი არის ერთადერთი თევზი, რომელსაც შეუძლია ორივე თვალი დაახამყოს. აი, ნახეთ, რა დებილები არიან თევზები. და ზვიგენს შეუძლია. დელფინების სახელებს არ ქმნიან, ზვიგენი იმაშია და ზვიგენმა რო დელფინთან რაღაც აქნას, მე რაც გამოვა, იმ ტიპს სახელიც ექნება და თვალებსაც დაახამყავებს. ხო ლოგიკურია. ეხლა მგონია რომ გაკვეთილს ვატარებ სკოლაში და ეგრე ვლაპარაკობ რაღაცნაირად. მაგრამ პოხუი, დავშალოთ ზვიგენები. ჟირაფი, აი ჟირაფზე მაქვს მაგარი. ჟირაფს შეუძლია რომ ახლებზე დიდხანს გაძლოს უწყლოდ, მაგრამ ამას არ ვიძახდი ახლა.
ჟირაფს იმხელა ენა აქვს, რომ ყურებს იწმინდავს ამ ენით. და მე გოგირდით გემოაქვს ენას. მაგრამ, ნუ, ამხელა შესაძლებლობებს გაძლევს ეგეთი ენა წარმოიდგინე. ჩემი აზრით ჟირაფებს ორალური რაღაცებით დაევასებათ. წესით. რავი. აბა რა თუნდაც ამხელა ენები, მაგრამ. კაი, ეგ ოხუ. კიდე რაღაცა შეუძლია ჟირაფებს და არ მაქვს. წარმოიდგინეთ ისე, რომ აი თქვენი მეზობელი რო არის რა. აი სახელს არ ვიტყვი, მაგრამ უეჭველი ყავთ ერთი მეზობელი ეგეთი. რომელსაც ყურში სულ ის აქვს რა. გოგირდი. აი ყვითელი რა, რო უჩანს ისეთ დონეს. აი მაგას რო გქონდეს, ეგ რო ჟირაფი იყოს. ხო უკეთესი იქნებოდა ცხოვრება. და ჟირაფებზე ის ლეგენდა არის კიდე, რომ ყველა ქართველს ნახი ყავს და სინამდვილეში საქართველოს ზოოპარკში არც არის დამყოფი ჟირაფი არც ერთხელ. მე ნახი მყავს, უნდა ქარა. კიდე თავის დროზე 1997 წელს რომელიღაცა Airlines-მა რა აზრი აქვს ერთწლიანი იმის ჯამში $40,000 დაზოგა იცით რითი? სალატში გააკეთეს ერთით ნაკლები ზეთისხილი. რაღაცა სალატში და $40,000 დაიზოგა მაგას. წარმოიდგინეთ რამხელა ფასი ჰქონდა ზეთისხილს კი არა და ზეთისხილს ხო დიდი ფასი ჰქონდა და походу ესე ისა უფრო თესლობა. კაროჩე. ესეც ნახვი. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფაქტი. ნუ საქართველოს ეგრეა ძირითადად, მაგრამ ალ კაპონე ხო იცით? ბატონი მაფიოზი. მაგ ადამიანს ის ვიზიტკა რა, ქართულ სავიზიტო ბარათი. მაგაზე ეწერა, რომ იყო ავეჯის დილერი. დილერი შეიძლება, მაგრამ ავეჯის ნაკლები. და ნუ ეგრე იყო შეფარული იმას რა. კანონს და ქონდა რაღაც კომპანია, რომელიც ამ ავეჯის მართლა აკეთებდა ამ ავეჯის რაღაცებს, რომ ის ყოფილიყო რა. ძალიან ჭკვიანურია. ძალიან ზედმეტად ჭკვიანურია. და ბოლო ჩემი ფავორიტი დღევანდელი გადაცემისთვის და დღევანდელი ვიდეოსთვის ბოლო იქნება აი ეს გენიალური ვიღაცები ვერ ასხოვებთ ალიგატორებს და ნიანგებს, ხო? ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც მაგას ვერ ასხოვებს. მე ვიცი რითი შეგიძლიათ განსხვავოთ. გითხრათ? აგეთქვით.